გამარჯობა, მოკლედ. მეუღლეთა თანასაკუთრება. მეუღლეთა თანასაკუთრება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ქონება, რომელსაც მეუღლეები ცოლ-ქმრობის განმავლობაში ერთობლივი ძალებით ან თუნდაც ერთ-ერთი მეუღლის ფინანსური რესურსებით შეიძენენ. მეუღლეთა თანასაკუთრება ვერ გახდება ის ქონებები, ის არამატერიალური ან მატერიალური სიკეთეები, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს ჰქონდა დაოჯახებამდე, ასევე ვერ გახდება თანასაკუთრება ის ქონება, რომელიც ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებაში გადმოვიდა ჩუქების ან მემკვიდრეობის გზით. ასევე თანასაკუთრებაში ვერ გახდება ისეთი ძვირფასი ნივთები, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს. თანასაკუთრების რაობის მისანიჭებლად დაოჯახებასთან ერთად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ მხოლოდ ჯვრის წერა არ განიხილება როგორც დაოჯახება და მხოლოდ ჯვრის წერა არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელსაც შედეგად შეიძლება მოყვეს ესა თუ ის ქონების განაწილება ორივე მეუღლეზე, მხოლოდ და მხოლოდ წარმოშობს ხელმოწერა იუსტიციის სახლში. ჯვრის წერა აიგივებული არის მხოლოდ და მხოლოდ თანაცხოვრებასთან და მორალურ სულიერ კავშირთან, რომელსაც არანაირი სამართლებრივი შედეგები არ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება ვერ გახდება ისეთი უძრავ-მოძრავი ქონებები, აქ უფრო მოძრავ ქონებაზეა აქცენტი, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს. მაგალითად, თუ არის ფოტოგრაფი და აქვს ძალიან ძვირად ღირებული ფოტოაპარატურა, ეს ფოტოაპარატურა, რომელიც შეიძლება ავტომობილზე უფრო ძვირიც კი ღირდეს, მიუხედავად მისი ღირებულებისა, ის მაინც ვერ გახდება საერთო თანასაკუთრება. ისევე როგორც ლეპტოპი, ავტომობილი თუ სამსახურეობრივად იყენებს და ასე შემდეგ, ნებისმიერი მოძრავი ნივთი, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე იყენებს როგორც თავისი პროფესიული მიანობის ინსტრუმენტს და თავისი შემოსავლის წყარო. სხვა შემთხვევაში იქნება ეს შეძენა, იპოთეკით შეძენა, იქნება ერთიანად შეძენა, ფულის დაგროვება, ძვირფასეულობის შეძენა, ძვირფასეულობის პოვნა, თუ მოხდება ასეთი, ავტომობილის შეძენა, დაცვლა, ნებისმიერი ასეთი ქმედება ხელმოწერის პერიოდში განიხილება როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება. უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებად რომ გარდაიქმნეს ესა თუ ის ქონება, მხოლოდ კანონის დანაწესი არ. ეს არის მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საპროცესო კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ხდება სასარჩელო წარმოების გზით, სასამართლოს დახმარებით, განსაზღვრული ქონებების თანასაკუთრებად ცნობა. რატომ აიზდავენ სასამართლო? თუ მეუღლეები ერთმანეთს დაემშვიდობებიან ასე კარგ ნოტაზე და არაფერი ექნებათ სადაო და განსახილველი და არ ექნებათ ეს ქონების საკითხებში რაიმე გაურკვევლობები, მათ რა თქმა უნდა არ დასჭირდებათ სასამართლო და არანაირ დავიდარება უბრალოდ ერთი მეორეს რაღაცას გადაუფორმებს, ან ღირებულების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებს, ან მოკლედ ერთმანეთში როგორღაც მოგვარდებიან. თუმცა აი, როდესაც ვერ გვარდებიან, მაგ შემთხვევაში აუცილებელია მატერიალური სამართლის ნაწილთან ერთად მიხელმძღვანელოთ პროცესუალური სამართლით, რომლის გარეშეც არანაირი უფლება არსად არ დარეგისტრირდა. მთლიანად სამოქალაქო სამართალი აფუძნებული არის შეჯიბრებითობის პრინციპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ შენ თუ არაფერს გააკეთებ შენი უფლებების დასაცავად, არავინ არც სასამართლო, არც სახელმწიფო, არავინ არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი უფლებები იყოს დაცული. ანუ თუ გაშორდი მეუღლეს, მის სახელზეა ყველა ქონება, რომელიც შეძენილი იქნა თქვენი ხელმოწერიანი ქორწინების პერიოდში, თუ შენ არ მოითხოვ სამართლებრივად, თუ შენ არ შეიტან სარჩელს შესაბამისი თამდევი საპროცესო ნაბიჯებით, თანასაკუთრება ავტომატურად არ გახდება მის სახელზე რიცხული ქონება და მისი ნახევარი ავტომატურად შენი არ გახდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ესეც გავიაზროთ, რომ მატერიალური სამართლით შენ კი შეიძლება გეკუთვნოდეს რაღაც უფლება და ამ უფლებიდან გამომდინარე განსაზღვრული მატერიალური სიკეთეები, მაგრამ თუ შენ საპროცესო კანონმდებლობაზე დაყრდნობით არ განახორციელებ განსაზღვრულ მოქმედებებს, შენი უფლება დარჩება განუხორციელებელი და უფრო მეტიც, რაც დრო გავა,
იქ განსაზღვრულ შემთხვევებში არის განსაზღვრული სხვადასხვა ხანდაზმულობის ვადები და ხანდაზმულობის ვადებთან ერთად შესაძლებელია პერიოდის სვლასთან ერთად ადამიანმა უბრალოდ გაასხვისოს ან გააჩუქოს მესამე პირზე გადააფორმოს ეს ქონება, მოკლედ იმისი ალბათობა, რომ თქვენი მოთხოვნა დარჩება აღუსრულებელი, უფრო და უფრო იზრდება პერიოდის სვლასთან ერთად. რომ შევაჯამოთ. ნაჩუქარი, მემკვიდრეობით მიღებული და პირადი პროფესიული მნიშვნელობის ძვირფასი ან საშუალო ფასის ნებისმიერი ღირებულების მქონე ნივთები, უძრავი, მოძრავი, ავტომობილი, სახლი, ლეპტოპი, ოქროულობა, რომელიც აჩუქეს ან მემკვიდრეობით მიიღო, ან პროფესიულად იყენებს, ეს არის ერთი მეუღლის, მეორე მეუღლეს ამაზე არანაირი უფლება არ აქვს. ნებისმიერი ქონება, რომელიც შეიძინეს, გადაცვალეს, ან რაღაც მომსახურების სანაცვლოდ მიიღეს, ხელმოწერილი, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეიძლება გახდეს თანასაკუთრება. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ამის წინაპირობა თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, იქნება რა თქმა უნდა სასარჩელო წარმოება. აქედან გამომდინარე, არსებობს კიდევ ერთი გზა, თუ მეუღლის სახელზე ირიცხება ქონება, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებულ ქორწინებამდე და ჩვენ ამ ქონებაში, მის ცვლილებაში, გაუმჯობესებაში, რემონტში, შეკეთებაში ჩავდებთ მნიშვნელოვან რესურსს, პირობითად ბინა ღირს $50,000, რომელიც იყო მეუღლის სახელზე. ქორწინების პერიოდში გავარემონტეთ ეს ბინა, არ ვიცი, ბინა თუ სახლია მივაშენეთ რაღაცა, ეზო მოვაწყეთ და ეს $50,000 პირობითად $50,000 ღირებულების ბინა ან სახლი გახდა $75,000. აი ამ $25,000 75 საწყისი 50. აი ამ $25,000 ფარგლებში შეიძლება მოვითხოვოთ თანამესაკუთრედ ცნობა. ოღონდ აქაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ უძრავ-მოძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე ინფლაციის და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოკლედ საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, მაინც იზრდება. შესაბამისად, თუ ყოველწლიური მატება არის $10,000, ეს ბინა რომც არ გაგვერემონტებინა, შარშან რომ ყიდა $50,000 წელს ეღირება 60, მაგრამ რომ გავარემონტეთ ღირს 75. შესაბამისად, ეს 10,000 შეიძლება გაიქვითოს როგორც წლიური ინფლაცია ან გაძვირება, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა რაც მეტნაკლებად გავშალე, არის უკვე საპროცესო ნაბიჯები, რომელიც თუ მხარემ სადავ არ გახადა, განხილვას არ დაექვემდებარება და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეც იყოს, მაინც მიიღებთ იმ 25,000, რაც გახადეთ სადავო. ნებისმიერი, აი შეჯიბრებითობის პრინციპი რომ ვახსენე, ნებისმიერი სასარჩელო წარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანი არის მოპასუხე მხარის, ესე იგი მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო შესაგებელი და იმ საპროცესო შესაგებელში განვითარებული პასუხი და პოზიცია სამართლებრივი თქვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამოიწერე არხი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის და თუ რამე კითხვები გექნება კომენტარებში გავაგრძელოთ.